ბატონო ნიკა, ბოლო წლებია თბილის ბიზნეს სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ფაროსანას გამო, მაშინ როდესაც ის ყველაზე პრიორიტეტულ კულტურად არის მიჩნეული. წელს რა მოსავალს შეიძლება ველოდოთ? სახელმწიფო აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ და მართლაც მასშტაბური ღონისძიებები ტარდებოდა და ეხლაც მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. და წელს რა შედეგი გვაქვს? და შედეგი არის ის, რომ მავნებლის რიცხოვნობა არის მკვეთრად შემცირებული და მისგან მოტანილი ზიანი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, თუმცა ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, ჩვენი ფიტოსანიტარი ინსპექტორები ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით სპეციალურ ფერომონიან დამჭერებს, ასევე ვახდენთ თხილის და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონიტორინგს და ამ მომენტისთვის აღინიშნება მავნებლის ზაფხულის პირველი თაობის მე-3-მე-4 ასაკის ნიმფები, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ მოსავალი, მათ შორის თხილის კულტურა და ამიტომ აუცილებელია მოცემული მომენტისთვის ფერმერებმა გაატარონ თავიანთ სავარგულებში ბრძოლის ღონისძიებები, გამოიყენონ ეფექტური პრეპარატები ამავნებლის წინააღმდეგ, ლოდინის პერიოდის გათვალისწინებით და ასევე ბოლო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში იყო ტენიანი, ნალექიანი ამინდი, ეს არის ხელშემწყობი პირობა სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების გავრცელების, ამიტომ ამინდის გამუდარების შემდეგ აუცილებელი არის გატარდეს ღონისძიება, როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ასევე სხვა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ. მავნებლების შესახებაც უნდა გკითხოთ. გლეხები საუბრობენ მავნებლებთან ბრძოლის საშუალებების არაეფექტურობაზეც. შეიძლება ვისაუბროთ წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ იყო პერიოდი, როდესაც გლეხები საერთოდ არ წამლავდნენ თხილს და მოსავალს ღებულობდნენ ისევ, ჯანსაღ მოსავალს. რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, ზოგადად გარემოში, რატომ ხდება აუცილებელი ახლა, რომ აუცილებელია რომ შეიწამოს თხილი? ზოგადად ნებისმიერი ქვეყნისთვის და ასევე ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მავნე ორგანიზმები ითვლება გამოწვევად და თუ მათ წინააღმდეგ არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, ჩვენ მოსავალი არ გვექნება. სამწუხაროდ ესე არის საქართველოში და ესე არის თხილის შემთხვევაშიც და მნიშვნელოვანია სწორად დავგეგმოთ და სწორად გავატაროთ ღონისძიება. საუკეთესო მაგალითია იგივე ჩვენი თანამშრომლობა თხილის წარმოებელთა ასოციაციასთან, რომელიც აერთიანებს 25,000-მდე ფერმერს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათ ბოლო წლებში გადაეცათ 2,500-მდე სპეციალური შემასხურებელი აგრეგატი. ასევე იქ გაწევრიანებულ ფერმერებს აქვთ განსაკუთრებული შეღავათი სხვადასხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებზე და ასევე რაც მნიშვნელოვანია დაკონტრაქტებული ყავს 150-მდე აგრონომი და ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან ფერმერებს კონსულტაციას იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც უნდა გაატარონ მათ თავიანთ თხილის ბაღებში. ეს არის მცენარეთა დაცვითი ღონისძიებები, ასევე ის საკვები ელემენტები, ის აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, რაც აუცილებელია და რაც არის წინაპირობა მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში. და ჩვენ წელს ველოდებით მართლაც ძალიან კარგ პროგნოზებს ვაკეთებთ და სპეციალისტები მოსავალზე გვაქვს საუბარი და ფასი რა იქნება ბაზარზე. თვითონ დარგის შესაბამისი ასოციაციების მიერ კეთდება ესეთი პროგნოზი, რომ დაახლოებით 50,000 ტონაზე მეტ თხილის ველოდებით საქართველოში. ეს არის მაღალი ხარისხის, მაღალმოსავლიანი თხილი, რა თქმა უნდა, და ფასი ზოგადად იცით, რომ ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი, თუმცა თუ ვიქნებით ოპტიმისტურად განწყობილები, როგორც ეს იყო შარშან, უკვე მშრალი თხილის გული 1 კილოგრამის ფასი მერყეობდა 15-დან 22 ლარამდე, ამაზე ნაკლები წელს არ უნდა იყოს, ესე გვირდებიან ამ დარგის სპეციალისტები. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას, თურქეთში პანდემია, ვიცით, რამდენად აქვს ქართულ თხილს მეტი შესაძლებლობა გავიდეს მსოფლიო ბაზარზე? ქართული თხილი ისედაც არის მსოფლიო ბაზარზე და ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ქართული თხილი და პოპულარობით სარგებლობს, რა თქმა უნდა, მთავარია ჩვენ შევინარჩუნოთ ის შედეგი, რაც გვაქვს და ფერმერებმა გაატარონ ის ღონისძიება, რათა მივიღოთ ხარისხიანი თხილი და აქ ხარისხი განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ფასს და ეს იქნება, რა თქმა უნდა, გაზრდილი ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ეს იქნება გაზრდილი შემოსავალი ჩვენი ფერმერებისთვის.